სტუდიაში მოვიწვიოთ ქალბატონი ნინო ოკუჯავა, ქართულ ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა ReproArt-ის დამფუძნებელი და დირექტორის მოადგილე, ადამიანის რეპროდუქციის და ემბრიოლოგიის ევროპის ასოციაციის ESHRE და ამერიკის რეპროდუქციული მედიცინის ასოციაციის ASRM წევრი და ქალბატონი ანა ფანცხავა, ReproArt-ის ქუთაისის ფილიალის მეან გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი. როგორც წესი, ReproArt საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის აწვდის ჩვენს მაყურებელს და მოდი მოვისმინოთ დღეს რა სიახლეს შემოგთავაზებენ. მით უმეტეს მე როგორც ვიცი, სულ ახლახანს ReproArt-მა გადაიხადა 10 წლის იუბილე და ამასთან დაკავშირებით მათ ძალიან საინტერესო ინფორმაცია აქვთ. სტუმრები სტუდიაში. მოგესალმებით. სასიამოვნოა თქვენი ხილვა. გამარჯობა, მოგესალმებით. გამარჯობა. მოგესალმებით. სანამ საუბარს დავიწყებთ, აუცილებლად შემოგთავაზებთ წყალს. დიდი მადლობა. გთხოვთ. მადლობა. გიგვით. ძალიან მიხარია ყოველთვის, როდესაც ვგებულობ, რომ მხოლოდ თბილისში არ ხდება კარგი ამბები. ხდება ჩვენს რეგიონებში. ReproArt-ი აქაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და ქუთაისშიც გახსნა თავისი ფილიალი და ჩვენ მაყურებელსაც გავაგებინოთ რა ხდება ქუთაისის ფილიალში. არის თუ არა რაიმე ძირეული განსხვავება სათაოფისა და თქვენს ფილიალს შორის, მსგავსი ტიპის სერვისებს თავაზობთ თუ არა თქვენს პაციენტებს და საჭიროებს თუ არა პაციენტი თბილისში ჩამოსვლას, როდესაც არსებობს ქუთაისში ReproArt. მით უმეტეს ნინა, როგორც ხედავ ეკრანზე, ეს არის პროექტი, მართლაც ისეთი მასშტაბური პროექტია და ძალიან კარგი ამბავია ნამდვილად. მით უმეტეს მე როგორც ვიცი, ეს გარკვეულ თარიღთან არის დაკავშირებული 10 წელი. რა გზა გაიარეთ ამ 10 წლის მანძილზე? 2012 წელს გაიხსნა პირველი კლინიკა ReproArt-ის თბილისში. დავიწყეთ ფუნქციონირება, საკმაოდ ხშირად გავდიოდით კიდეც ქალაქგარეთაც და მათ შორის ქუთაისში, ბათუმში, სხვა ქალაქებში, საქართველოს ძირითად ქალაქებში ჩავდიოდით, პაციენტებს ვღებულობდით და მივხვდით, რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩვენი პაციენტებისთვის, რომლებსაც ჭირდებათ ჩვენი მომსახურება, რომ გაგვეხსნა კლინიკა ქუთაისშიაც, იმიტომ რომ ქუთაისი არის ფაქტიურად დასავლეთის მხარეს ყველაზე უფრო მსხვილი ქალაქი, სადაც ბევრი პაციენტი არის, ვისაც ჩვენი მომსახურება ჭირდება. და 2014 წელს უკვე დავაარსეთ ქუთაისში პირველად კლინიკა, რომელიც ძალიან პატარა იყო მაშინ, სულ პატარა სივრცეში ვიყავით, იმის შემდეგ გავიდა დრო, მოიმატა პაციენტების რაოდენობა, ვისაც ჩვენი მომსახურება ჭირდებოდათ და გავიზარდეთ უფრო, ეხლა 10 წლის თავი დავაგვირგვინეთ იმით, რომ ახალი შენობა ავაშენეთ და გადავედით ახალ შენობაში. ქალბატონი, მაინც აუცილებლობა რამ განაპირობა, ნაკადი არის ძალიან დიდი, პრობლემა არის აქტუალური, თქვა თბილისის ფილიალი ვერ ერევა ამ ხელანაკაც. იცით რა, იმდენად არ არის ლაპარაკი იმაზე ერევა თუ ვერ ერევა, მან თავარი ის არის, რომ მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ პაციენტებისთვის ჩვენი მომსახურება. კი ბატონო, იმიტომ რომ საკმაოდ დიდ დროს ხარჯავენ ხოლმე იმასში, რომ გადაადგილდნენ, ჩამოვიდნენ იქ, სადაც მიიღებენ შესაბამის მკურნალობას და დამატებით ხარჯებს უკავშირდება ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ხარჯებსაც უკავშირდება. მე თქვენ მანამდე საუბრობდით და თქვენი კითხვა იყო იმის შესახებ, რომ ერთნაირად ხდება თუ არა მკურნალობა. კი, ჩვენ ვცდილობთ, რომ სწორედ ერთნაირად იყოს და არ იყოს განსხვავება თბილისში და ქუთაისში მკურნალობაში. თუმცა ალბათ ერთობლივი მუშაობა მიმდინარეობს ორ გუნდს შორის. ორ გუნდს მხოლოდ არა, იმიტომ რომ ჩვენ კიდევ გვაქვს კლინიკა ბათუმშიც. ასეთივე რეპროდუქციული კლინიკა და ეს სამივე გუნდი პრაქტიკულად ყოველ დილას ერთმანეთს ხვდება. კვირაში სამჯერ გვაქვს დილის კონფერენციები და ისედაც სულ კომუნიკაციაში ვართ ერთმანეთთან და ასე ვთქვათ, ონლაინ ხდება ინფორმაციის გაცვლა. ყოველ შემთხვევაში დილის კონფერენციას ესწრება ყველა ექიმი, როდესაც უშვილობის მკურნალობისთვის საჭირო არის უკვე გადასვლა დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებზე და მკურნალობა
მკურნალობა ტარდება ქუთაისში და შემდეგ უკვე იმისთვის რომ მათ ჩაუტარდეთ გარკვეული манипуляციები, ვთქვათ, იმიტომ განაყოფიერებით მკურნალობისთვის, რაც არის საჭირო, ამისთვის უკვე ჩამოდიან თბილისში. და ასეთი კითხვა მაქვს, მხოლოდ ინვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებული პროცედურებით არის ქუთაისის კლინიკა დაკავებული, თუ ქალბატონს შეუძლია თავისი გინეკოლოგიური ნებისმიერი პრობლემით მოგვართოთ და ეს მკურნალობის და დიაგნოსტიკის სრული კურსი ჩაიტაროს. კი ბატონო, რა თქმა უნდა, არა, ინვიტრო განაყოფიერება სწორედ ის თანმხლები არის, რაც თუ პაციენტს სჭირდება, თორე უშულობის მკურნალობა კონსერვატიულად ძალიან წარმატებით მიმდინარეობს და ჯერ პირველ რიგში სწორედ ცდილობენ ჩვენი ექიმები, რომ პაციენტს არ დაჭირდეს უფრო სერიოზული ჩარევა. გარდა მაგისა, ქუთაისის კლინიკაში ცდილობთ, რომ ცოტა უფრო გავაფართოვოთ, ეს არის ამბულატორიული კლინიკა. მაგალითად, ახლახანს დენსიტომეტრიის აპარატი შევიძინეთ. ძალიან აქტიურად არის რადიოლოგიური გამოკვლევა, ანუ ეხოსკოპიური გამოკვლევა. ვცდილობთ, რომ ჩავიყვანოთ კარგი სპეციალისტები, რომლებიც მოთხოვნადია, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ პაციენტებს სჭირდებათ მათი დახმარება ქუთაისში. ძალიან კარგი ინფორმაცია ამაყურებლისთვის, რომ ახსენეთ, რომ დენსიომეტრია ახლა ჩვენთვისაც მამი და ჩემისთვის სჭირდებოდა დენსიომეტრიის ჩატარება და თბილისში ახლა აღარ ჩამოვიყვან და გამოუშვებ თქვენთან. კი ბატონო. მოდით მაყურებელს ვუთხრათ რა არის დენსიომეტრია და რისთვის არის ეს საჭირო? ეს არის ძვლების კვლევა, განსაკუთრებით საინტერესო არის ქალბატონებისთვის, რომლებიც უკვე არიან პრეკლიმაქსის, კლიმაქსის ასაკში. ანუ ძვლებში კალციუმის რაოდენობის განსაზღვრა ხდება აი ამ აპარატის საშუალებით. ხშირად ყავთ ალბათ 40 წელს ზემოთ უშვილო პაციენტები, რომელშიც ეს ჰორმონული თერაპია, ან მოსამზადებელი თერაპია, რაც მათ ეწყებათ სავარაუდოდ, აი ამ კალციუმის ნაკლებობის დროს ძვლებში კიდევ უფრო აღრმავებს ამ პროცესს და რეალურად ეს სადიაგნოსტიკო საშუალებაც რომ გაქვთ, უმტკივნეულოდ ჩაატარებინებს ამ მკურნალობის კურსს ამ ქალბატონებს ვფიქრობ და მეთანხმებით. ყოველ შემთხვევაში ძალიან საინტერესო არის, რომ რამდენადაც ვიცით, დასავლეთ საქართველოში მოთხოვნა არის ამ კვლევაზე, სპეციალურად ჩამოდიან ხოლმე თბილისში და ჩვენ გვეხარია, რომ შეგვიძლია, რომ ენდემური კერაც არის სხვადასხვა კოქსართროზების, სახსროვანი პათოლოგიების და ამიტომ ძალიან დროული იყო ამ აპარატის თქვენთან ფუნქციონირება. კი ბატონო. ქალბატონო ნინო, აქვე კითხავთ, თქვენ უკვე შეეხეთ ამ საკითხს, ეს არის კადრებით დაკომპლექტება. თქვენ ახსენეთ, რომ ზოგი სპეციალისტი ჩამოდის თბილისიდან, მაგრამ ალბათ ადგილობრივი სპეციალისტებიც არიან დასაქმებულები და ჩართულები აქტიურად ამ სამკურნალო პროცესში. კი არა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ადგილობრივი სპეციალისტები არიან, საკმაოდ კარგი გუნდი გვყავს ქუთაისში. ძალიან წარმატებული ექიმები გვყავს, რომლებიც წარმატებით მკურნალობენ უშვილობას. ლაბორატორია გვაქვს ძალიან კარგი და როდესაც ადამიანებს სჭირდებათ რაიმე კვლევა ლაბორატორიული, არ არის აუცილებელი, რომ მაინც უშვილობაზე იყვნენ მოსული ჩვენთან კლინიკაში. ანუ მთელი სპექტრი კეთდება თქვენთან ძირითადი ლაბორატორიული კვლევებისა, სისხლის, შარდი. კი ბატონო, ყველაფერი კეთდება და იმიტომ ვამბობ, რომ არ არის აუცილებელი, რომ მაინც უშვილობის მკურნალობისთვის იყოს ჩვენთან მოსული პაციენტი, შეიძლება მოვიდეს, თქვათ, ლაბორატორიული კვლევისთვის ეს. ქალბატონო ანა, ამ შემთხვევაში თქვენ რომ მოგვიყვეთ, აი რა სერვისებს სთავაზობს ფილიალი ადგილობრივ და რა თქმა უნდა საქართველოს მასშტაბით მოსახლეობას. რეპროვარტის ძირითადი მიმართულება არის ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის, ასევე ჩვეული აბორტის დროს დიაგნოსტირება და მკურნალობა, ასევე ურსულთამეთვალყურეობა და გინეკოლოგიური პათოლოგიის სხვადასხვა მართვა. აი თქვენ ახსენეთ გუნდურობა. ეს ის პრინციპია, რითაც ჩვენ ხელმძღვანელობთ ყოველდღიურ მუშაობაში. ამას ემატება ინდივიდუალური მიდგომა, ემატება პრობლემის სხვადასხვა რაკურსით დანახვა, ურთიერთგაცვლა ერთმანეთს შორის გამოცდილების და რაც მთავარი არის ყოველი პაციენტის ისტორიის გულთან მიტანა. ეს ყველაფერი იმას ქმნის, რომ ჩვენ მივდივართ სასურველ დადებით წარმატებულ შედეგამდე, რასაც ქვია დედობა. გიორგი, სანამ დანარჩენ კითხვებს დაусმევდი ჩვენს ძვირფას ანას, მაყურებელს უნდა უთხრა, რომ ჩვენი გადამღები ჯგუფი ესტუმრა მარაჩვეულებრივ ფილიალს და კლინიკის
ერთი სამუშაო დღე გადაიღო და რასაც თქვენთან ერთად ჩვენც ვნახავთ. და აქვე დავამატებ ნინა, ჩვენი მაყურებელი ნახავს საოცარ ისტორიას წყვილზე, რომელსაც ხანგრძლივად იყო მოლოდინში, ანუ ბავშვის მოლოდინში და რეპრო-არტის დახმარებით ისინი გახდნენ მშობლები, ტყუპების მშობლები და ამასაც ნახავთ ჩვენი სიუჟეტიდან. რეპრო-არტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება რეპროდუქტოლოგიაა. უნაყოფობის დიაგნოსტიკის და მკურნალობის მიმართულებით საუკეთესო შედეგები გვაქვს. ჩვენ კიდევ უფრო გავაფართოვეთ სამედიცინო სერვისები და მთელს იმერეთის რეგიონს და არა მარტო იმერეთის რეგიონს, თავაზობთ ხარისხიან მომსახურებას. ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობა, როგორც კონსერვატიული გზით, ასევე ინვიტრო განაყოფიერების გზით. ორ სულთა მეთვალყურეობა. ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, სადაც შესაძლებელია ყველა სახის ანალიზის ჩატარება, ყველა სახის ეხოსკოპიური კვლევები, კონსულტაციები ექიმ სპეციალისტებთან. განსაკუთრებულ სიახლეს დასავლეთისთვის და ქუთაისის რეპრო-არტისთვის წარმოადგენს დენსიტომეტრია, რაც არის ბძვლის ჯანმრთელობის კვლევის ოქროს სტანდარტი. ასევე სპერმის დნმ ფრაგმენტაცია, რომელიც უკვე ქუთაისში ადგილზე არის შესაძლებელი. ეს კვლევა გვეხმარება მაშინ, როცა გვაქვს გაურკვეველი წარმომავლობის უნაყოფობა და შეწყვეტილი ორსულობები. შესაბამისად, ჩვენ თავაზობთ მომსახურებას არა მარტო უნაყოფობის პრობლემების მქონე პაციენტებს, არამედ ყველას, ვისაც სურს შეიმოწმოს ჯანმრთელობა, ჩაიტაროს მისთვის სასურველი გამოკვლევა და გაიუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი. მე და ჩემი მეუღლე 8 წლის განმავლობაში ველოდებოდით შვილს. ეს 8 წელიწადი არც ისე მარტივი იყო ჩვენთვის. მიმართავდით სხვადასხვა კლინიკებს, დაგჭირდა ქირურგიული ჩარევაც, მაგრამ რა ვიცი, რატომღაც უშედეგოდ მთავრდებოდა ეს ყველაფერი. დღეც მახსოვს, მოვედით რეპრო-არტში, იმდენად კარგი განწყობა იყო და 4 თვის შემდეგ თებერვალში მოვედით და ივნისში გავიგეთ, რომ მე ვიყავი ფეხმძიმედ და მეყოლებოდა შვილი, მაგრამ შვილი კი არა, თურმე აღმოჩნდა შვილები და ეს იყო უდიდესი სიხარული. მე ყველას ურჩევ, ყველა უშვილო წყვილს. მოვიდნენ რეპრო-არტში და აქ დავხდებათ. იმდენად დიდი სითბო, სიყვარული, რომ აუცილებლად მიაღწევენ მიზანს. ქალბატონო, ჩვენ სიუჟეტში ნახეთ ქალბატონი მაკას ისტორია. აი, მე როგორც ვიცი, ის თქვენი პაციენტი იყო. მაკას გზა ორსულობამდე და სანამ გახდა დედა, ანუ დედობის ეს გზა იყო საკმაოდ რთული. 8 წლიანი უნაყოფობით და წყვილი იყო ძალიან ემოციურად გადაღლილი, დათრგუნული, დიახ, მაგრამ მიუხედავად იმისა, ძალიან ისეთი ნდობით სავსე, როგორც მახსოვს, თებერვლის თვეში მოგმართა წვილმა და ივნისის თვეში უკვე დადგა ორსულობა, რომელიც დავაფიქსირეთ უკვე სამიანო ულტრაბგერის მეთოდით. გიორგი, ისეთი ემოციური იყო და როდესაც შენ ხედავ, რომ შენ ემსახურები ასეთ ბედნიერებას, ეს კიდე სხვა სიხარულია. ქალბატონო ანა, როგორ ხვდებიან თქვენთან ეს პაციენტები და თუ შეგიძლიათ ისაუბროთ, რა ასაკობრივი ჯგუფი მოგმართავთ ყველაზე მეტად? ერთ მომენტიანად რა მოცულობის კვლევა შეუძლია ჩაატაროს თქვენმა კლინიკამ და თქვენმა ექიმებმა? პირველ რიგში მინდა ის აღნიშნო, რომ ადრე თუ უფრო წვრილები მომართავდა მაგალითად 35 წლის ზემოთ ასაკობრივი ჯგუფის. ამჟამად უნაყოფობის დიაგნოზი ისმება უფრო, ასე ვთქვათ, მცირე ასაკიდანაც. ძალიან გავრცელებული პრობლემაა რეალურად. სადღაც ყოველი მე-5, მე-6 წვრილს საქართველოში უდასტურდება ეს. თქვენ რა მიზეზს ფიქრობთ? აი, რას უკავშირებთ ასეთ შემცირებას ასაკისას უშვილოების წყვილებში? ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, გადატანილი ინფექციური დაავადებები, არასწორი კვებითი რეჟიმი, არასწორი ძილის რეჟიმი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ჩამოყალიბდეთ სწორად, ასე ვთქვათ, გიპოთალამო, გიპოფიზარული სისტემა, ანუ მოგახსენებათ, რომ თავის ტვინი გამოყოფს ჰორმონებს, რომელიც შემდეგ მოქმედებს საკვერცხეებზე და სხვადასხვა რეპროდუქციულ ორგანოებზე. ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, ჭარბმა
ალკოჰოლმა რამდენად გაზარდა ეს რიცხვი მამაკაცებში უშვილობის? ძალიან გაზარდა, ზუსტი ახლა სტატისტიკური მონაცემები პირადად დიახ საქართველოში ახლა ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ რა თქმა უნდა თუ შევაფასებთ აი ბოლო 10 წლებში ეს პროცენტულობა ნამდვილად ძალიან იმატებს. გადატანილ ინფექციურ დაავადებებზეც ასე მინდა გავამახვილო ყურადღება, იმიტომ რომ მაგალითად ტრიხომონოქლამიდიოზი იწვევს ფალოპის გაუმტარიანობას, ანუ საშუალო ზრდას მილების გაუმტარიანობას და მოგეხსენებათ ეს არის უკვე ბარიერი იმისთვის, რომ გადადგეს ჩამოთვალეთ უამრავი მიზეზი. ამ მიზეზების გამოვლინებაში, აი რაც ისევ ჩემ კითხვას უბრუნდები, რამდენ ხანში ახდეთ აი ამ ყველაფრის დიაგნოსტირებას? როდის რამდენ ხანში მიდიხართ დიაგნოზამდე? აი ზოგადად იმისთვის რომ ჩვენ დავსვათ დიაგნოზი, თუ პაციენტი ჩვენ მოგვყვება და სრულფასოვნად ჩაიტარებს იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ჩვენ ვეუბნებით, გვჭირდება 1 თვე. იწყება დიაგნოსტიკა ციკლის დაწყებიდან მეორე, მესამე, მეოთხე დღეს, იმისთვის რომ პირველ რიგში შევაფასოს საკვარცხლების მარაგი, ანუ ოვარიული რეზერვი. მოგახსენებათ, რომ ოვარიული რეზერვი ძალიან ინდივიდუალური, ასე ვთქვათ, საკითხი არის. ანუ ამ ანალიზსაც რომ საკვარცხლის ფუნქციის შესასწავლად ქუთაისში კეთდება. ქუთაისში ყველაფერი კეთდება, ამისთვის რომ აქცენტირება გავაკეთოთ. საჭიროება არ არსადასვლა არ უწევს. ასევე ჩვენთან შეიძლება რომ ჩატარდეს ჰისტეროსალპინგოსონოგრაფია, ანუ ეს რას ნიშნავს? ეს არის მილების გამტარიანობის დიაგნოსტირება. მე ჩატარებული მაქვს, როდესაც ასე ვთქვათ, ჩემს უშვილობას ვებრძოდი. მეთოდი, რომელიც ჩვენთან კეთდება, არის ნაკლებად ინვაზიური, რაც თავარი არ გამოიწვევს ეს კონტრასტი რაღაც ალერგიულ რეაქციებს და არ არის მტკივნეული. მინდა პოტენციურ დედებს ვსურვო, რომ არ დანებდნენ, არ დაკარგონ იმედი და ჩემს კოლეგებს ვსურვო წარმატებები და ბევრი შედეგების. დიდი მადლობა. მინდა რომ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ ადამიანის როლს, რომელმაც თავის მხრებზე ფაქტიურად გადაიტანა ეს უზარმაზარი საქმე, ეს არის ქუთაისის კლინიკის ხელმძღვანელი ნათია ბაკურაძე, რომელიც არის ჩვენი საყრდენი ქუთაისში, რომლის დამსახურებაც არის დიდწილად სწორედ ქუთაისის ახალი შენობის აშენება, ხო?